სოხუმის უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა და უწყების ხელმძღვანელმა მოაწერეს. ჯონი აფაქიძისა და ვახტანგ ყოლბაიას თქმით აღნიშნული ხელშეკრულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტუდენტების სტაჟირებას ითვალისწინებს. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ძალიან რთულია ახალგაზრდა კაცმა, კურსდამთავრებულმა იპოვოს თავისი შესაფერისი, თავისი სოდის და გამოცდილების ადეკვატური თანამდებობა სამუშაო ადგილი. ჩვენ მთავრობამ გადაუწყვეტეთ ხელი შეუწყოთ კურსდამთავრებულებს ჩვენი უნივერსიტეტზე, რომ მათ მიეცეს საშუალება რომ მოეწყოს ჩვენ სტრუქტურებში და ხელი შეუწყოთ სხვადასხვა სტრუქტურებში მათ რეკომენდაციის გაწევით სამსახურში მოწყობა. ეს მემორანდუმი პირველ რიგში ითვალისწინებს ხელშეკრულებას სტუდენტებისათვის ხელშეწყობის ფარგლებში. ანუ სტუდენტების პრაქტიკა, მათი თქვათ ევროკავშირის ქვეყნებში მივლინება და აი ამ პროექტებისათვის ხელშეწყობა, თანამშრომლობა რა თქმა უნდა იქნება ორმხრივი, საინტერესოა და ასევე ძალიან საგულისხმოა ის რომ მიმდინარე კვირას უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აი მერამდენე მემორანდუმს აფორმებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან და აი კვირის ბოლოს კიდე აგერ ჩვენ ამ ასეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს ვაფორმებთ